მოგესალმებით. დიდი მადლობა იმისთვის, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. ჩვენ უსმენდით ახლა ადამიანებს, რომლებიც დახმარების მოლოდინში არიან. საკმარისია თუ არა, მიუხედავად იმისა, ოპოზიციისგან არაერთი კრიტიკა მოვისმინეთ ამ გეგმაზე. მინდა კითხოთ, არსებული რესურსის და ბიუჯეტის გათვალისწინებით რა შეეძლო მთავრობას და რა არ გააკეთა? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. დიახაც, ძალიან ბევრი კრიტიკა ისმის, მაგრამ არა ზოგადი კრიტიკა, არამედ ფაქტებით გაჯერებული კრიტიკა. და ბიუჯეტი ახსენეთ. ბიუჯეტი ახსენეთ. სად არის რო ბიუჯეტი? ჩვენ რო საუბრობდეთ, ხელში ბიუჯეტი გქონდეს და გქონდეს შესაძლებლობა ვიდაოთ, რომ აი ბიუჯეტის ეს კომპონენტი მოიკოჭლებს და უკეთესი იქნებოდა, რომ სხვა პარამეტრები გაუმჯობესებული იყო ვიდრე ეს და ასე შემდეგ. კიდევ უფრო სხვა განზომილებაში ვიქნებოდით, გამიგეთ ხა? და ამათიც ალბათ შეიძლება უფრო კომპეტენტური და კვალიფიციური და საგნობრივი ყოფილიყო, მაგრამ ხაზი მინდა გაუსვა და სრული პასუხისმგებლობით თქვა და თუ მე ვწდები და თუ კი მე ვცდილობ რომ საზოგადოება შევიყვანო შეცდომაში, საზოგადოება ხო თავად ეხა გვისმენს ჩვენ და განსჯის. იმ დღეს რა მოვისმინეთ ჩვენ მილიარდერის წარმომადგენელი გახარიას ასე თქვათ 1 საათიანი პრეზენტაციის დროს. ჩვენმა ყურმა რა მოისმინა? მე გეტყვით რა მოისმინა? ჩვენმა ყურმა მოისმინა ტყვილი, მოისმინა ყალბი, ბიუროკრატიული ხმა, რომელიც იყო რას გულისხმობ ტყუილში, ბატონო ნიკა? აი, მივდივარ იქამდე, დიახ. და არ ვიცი, წყრალი სიმართლესთან და თვალმა რა დაინახა, თვალმა და აღბეჭდა თავიდან ბოლომდე სიცრუის პერსონიფიკაცია, რომელსაც განასახიერებდა ბატონი გახარია. გულზე ხელი დავიდოთ ძვირფასო საზოგადოება და რამდენად ჩვენ გამოვიფიქრეთ, რომ ეს ადამიანი ისე საუბრობს, რომ თითქოს აგერ გვეგონდა, რომ ხვალიდან იწყებენ სოციალური ინტერვენციების, ასე თქვათ, ჩაშვებას, ხო? ანუ დახმარებების დარიგებას. განმარტა მთავრობამ კონკრეტული თარიღები, როდიდან მოხდება? არა, მოგვიანებით, მას არ გავდა მოგვიანებით. გაირკვა, რომ ეს იყო 24 აპრილი, ხო? და ეხა ირკვევა, რომ მაისის ბოლომდე ბიუჯეტი არ იქნება, ანუ საფუძველი რომ გახარიას ელაპარაკა არ ქონდა. ეს იგივეა, ჩემო ბატონო, ნებისმიერმა თამადამ რომ რა ქვია თანამეინახეების თანდასწრებით სუფრაზე თქვას იგივე რაც თქვა გახარია. ანუ რა საფუძველი ქონდა და რაც კი თქვა, ისეც კი ტყვილი იყო. დავამტკიცებ ეხლა რამდენიმე მაგალითის მოყვანით. ამიტომ ეხლა კვალიფიციურ მსჯელობაში ვერ შევვალთ. უბრალოდ უბედურება არის ის, რომ თითქმის თვენახევარია შეზღუდვებია ძალაში შესული და ეს ადამიანები ახლა გვეუბნებიან, რომ მაისის ბოლოს იქნებაო. ვერ შემოვა ბატონიკა, არ ფიქრობთ, რომ დრო ჭირდება უბრალოდ მთავრობას, რომ პროცედურებისთვის გარკვეული ტექნიკური პროცედურები აღრიცხვა მოსახლეობის დარიგება ამ თანხის? თქვათ, ამიტომ ხომ არ დასახელდა ეს მაისის ბოლო? მაპატიეთ და თქვან მე ეს იმართეს შეცდომას რო უშვებენ, რატო ნუჯიუტდებიან იმ შეცდომაში, იმიტომ რომ ხალხი ებრძვის გაჭირვებას, ანუ ხალხი ყოველდღიურ გაჭირვებას ეჭიდავება როგორც ფალავას, პირდაპირ გაგებით გეუბნებით, კაცო. და სიმართლე თქვან და მაპატიეს ბიუჯეტი რო ვერ მტკიცდება და ვერ შემოვაქვთ, იმიტომ რომ შემოსავლების წყაროები არ აქვს. ირაკლი ღარიბაშვილს თავდაცვის მინისტრს ხო დაუმტკიცეს ბიუჯეტი, რომელიც აი ხა გონებაში ერთხელ ან ორჯერ მაინც ვინმეს ქართულ ოცნებაში ხომ უნდა გაეტარებია. მე ვიცი რომ ანოსიდან ქართული ოცნების წარმომადგენელი ყავთ თქვენ ჩართვით, ხო? დიახ, გადაცემის მეორეობა. თუ შეიძლება რომ ეხა დებატებში ესენი არ მოდიან და არ საუბრობენ, მესმის რატომაც არ საუბრობენ ოპოზიციასთან. კითხეთ. თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმოღერებული რო დადის დღენია და რატომ რა მართლა ან რა სიბრძნე მოისმინა ან რა წაიკითხა ასეთი რომ ზემოდან გადმოყურეს და ეს ვასაკითხია 600,000 ლარს მაჯის საათებში რატო ხარჯავს? ანუ 600,000 ლარს ხარჯავს ახლა გაგანია ეპიდემიის დროს, თუმცა უწყების მხრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს არ არის სწორი ინფორმაცია, არასწორი. და რა არისო სწორი? როგორ არ არისო სწორი ინფორმაცია? დადასტურებული იყო ოფიციალური განცხადება თავდაცვის სამინისტროსთან. ეს ისეთივე დადასტურებული დოკუმენტები ფრიალებდა მთელი 2 დღის განმავლობაში. ეს ისეთივე
ის არის რა ქვია, ტყვილი არის, როგორც თავად ის რომ 500,000 ლარი, 300,000 ლარიანი საათები დადის ადამიანი, თავდაცვის მინისტრი, რომელსაც დეკლარირებულიც კი არ აქვს. ნორმალურ სახელმწიფოში ყველა პასუხისგანცემდა ამ ადამიანზე თვითონაც აგებდა. მაგრამ ამას თავი დავანებოთ ერთი წამით. დაუბრუნეთ ბიუჯეტს. ბიუჯეტი არ არსებობს, ამიტომ თავიდან ბოლომდე ეს იყო პროპაგანდა. და აგერ ორ მაგალითზე თუ შეიძლება რომ მაცალოთ. აი, ორ ძალიან მოკლედ მაგალითს მოგიყვანთ ბიუჯეტთან მიმართებაში. რა თქვა გახარიამ, აპლომბით, გულზე ჯირი ირტყა, ვიწყებთო ხახნო, მოვდივართო, შეგეხიდებითო, გაუძელითო, ხო გშიოდათ, აგერ მოგვაქვს სურსაცანოვაგე, ხო გაკტათ წამალი, მოგვაქვს, ხო სინამდვილეში არაფერი. კაცო, ვის ატყუილებს ეს ხალხი ხო ხედავს, რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ეს ხალხი თავად ხო დაინახოს, რომ არაფერი არ მიდის. ესე იგიო 75 მილიონი ლარი მაქსიმუმ ეს თანხები არ მივა მოსახლეობამდე 200 ლარიან დახმარებაზე ამას ამბობთ ხო ბატონიკა არ არსებობს მაისის ბოლომდე ვერ შემო არ არსებობს კაცო როგორც ეხა მე არ ვიცი მაგალითად ეხლა არ ვიცი რა ჭამს ან რა სვამს ეხლა ბიძინა ივანიშვილი აწუთას ხო ისე არის ის გახარიამ ბიუჯეტს როდი შემოიტანს უბედურებაა, მაგრამ ფაქტია, ფაქტიურად დაცაცია. ბატონიკა, რაში უნდა აწყობდეს ხელისუფლებას? ეხლა არის პანდემია, გასაგებია, თუმცა ძალიან მალე, რამდენიმე თვეში და ეს თარიღი არავის არ შეუცვლია, არის საპარლამენტო არჩევნები. რაში უნდა აწყობდეს ხელისუფლებას ეხლა ტყუილი მოსახლეობასთან, მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილთან? ასეულობით 1000 ადამიანზეა საუბარი. თუ თქვენ თვლით, რომ ეს არის ტყუილი. გიპასუხებთ, უბრალოდ აი მომენტი შესაძლებელია ძალიან მოკლედ გითხრათ რა რაში აწყვდა აბა რა უნდა ქნან კაცო ჟურნალისტები არსებობთ მადლობა ღმერთს და რო ეკითხებით რაღაცას რო ჩასძახებთ რაღაცა უნდა ამოგძახონ რას იზამენ კომენტარები ხომ უნდა გააკეთონ და გონიათ რომ ესე შეცდომით ასე თქვათ შეცდომაში შეიყვანენ მოსახლეობის რაღაცა ნაწილს მაინც აჰა კი ბატონო როდი ჩაატარა გახარია პრეზენტაცია ამას მაინც ხო არ ვიტყვილები რა არ ჩაატარა აგეთ ერთი კვირის წინ რამე მივიღეთ მაისის ბოლოს ვიწყებთო და ბაცადეთ თუ შეიძლება 75 მილიონ ლარსო მივცემო თვითდასაქმებულებსო და თვითდასაქმებულებს საუბრობთ 75 დიახ ეხა თვითდასაქმებულებისთვის მაქსო 75 მილიონი ლარი გამოყოფილიო და თვითდასაქმებულების რაოდენობა შეადგენსო 840,000 ადამიანსო იქვე გაუშვა ხო პრეზენტაციაში და მივცემო ერთჯერადად 300 ლარსო ეხა გავამრავლოთ 840,000 თვითდასაქმებული 300 ლარზე. რამდენია? ეს არის 252 მილიონი. და ამ ადამიანმა თქვა რომ 75 მილიონი მაქვსო. ამაზე რო ავტეხეთ ამბავი და ბუკიდან აღარა შემოვატვით, ხო? ეხა დღეს გამოვიდნენ და თქვენს კიდევ უფრო უარესი. და რა თქვენს? რა თქვენს რომ უკვე აღიარეს რომ 840,000 თვითდასაქმებული კი არისო კი არიან დურგლები სანტექნიკები ვასთან რომ მუშაობენ ვენახში რომ მუშაობენ თუმცა მოხდება მათი დიფერენცირება მაგრამო მეო 1/13-ზე მეცო არ დავეხმარებიო და იმ 1/13-საცო მოუწევსო ასევე ცნობის მოტანა თუ გაქვთ თქვენ ეს არ არის ხახტო ეს არ არის ეს ჩვეულებრივი ამბავია როგორ უნდა დაარიგოს როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში თავრობა თვითდასაქმებულებთან მიმართებაში რომელიც არცად არ არის თქვა კერძო პირს ყავს დასაქმებული აი მექანიზმი თქვენ როგორ გესახებათ ეს მექანიზმი ყურადღება მიაქციეთ რას ვამბობ გეტყვით ამ მექანიზმი ძალიან მარტივია კაცო ჯერეთიც გამოვიდა და თავად თქვა უმარტივესი არისო აი ესე 3 და უმარტივესია გახარიან ბრძანა ამ ყველაფრისო მოყვარახჭინებაო და ხორცს შესხმაო. და გავაგეთ როცა ვამხილეთ ოპოზიციამ 2 დღის განმავლობაში რომ იტყვილები, დღეს თქვა ეს, ხო? და ბაცადეთ თუ შეიძლება მეორე მხრივ რას ამბობს? მეორე მხრივ ამბობს, რომ კერძო სექტორშიო დასაქმებული არის 550,000 ადამიანიო. და 550,000 ადამიანიდანო სამსახური დაკარგაო 350,000 ადამიანმა და ამ ყველაფრისთვისო მეო გამოყოფილი მაქვს 460 მილიონიო ყურადღებით თუ შეიძლება 20 წამი უნდა მომცე და ამით რატო ვლაპარაკობ ვიცი რამდენად არაკვალიფიციური არაპროფესიონალური სადღეგრძელო შესვლა მე სხვას ვერაფერს ვერ დავარდა ყურადღებით თუ აი კალკულატორი თუ შეიძლება რა რო უბრალოდ მოვახდინო ილუსტრაცია რომ ეს იყო აი კრიტიკასაც ვერ უძლებს այս პრეზენტაციამ. უბრალოდ რა თქვა თავად არ იცის. ვიმეორებ, ადამიანმა თქვა, რომ 350,000 დასაქმებულ ადამიანსო
მე დავეხმარებიო თვეში 1200 ლარითო და ამისთვის რომ მაქვს გამოყოფილი 460 მილიონი. ეხლა დავიანგარიშოთ. აგერ ბატონო 350.000 გავამრავლოთ 1200 ლარზე. ეს არის არა 460 მილიონი, რომელიც პრეზენტაციაში ქონდა, არამედ 420 მილიონი. 40 მილიონს ასე ისვრის აქეთი ქით? ბიჭო, თუ 40 მილიონიანი მეტობა გაქვს აქ, იქ თვით დასაქმებულებს რო აკლებ და აკლებ, იქით მაინც გადაათამაშე, მაგრამ გეუბნებით თავი და ბოლო ვერ გაურკვევია. ჯერ ერთიც ტყვილი არის ეს ხომ გასაგებია ბატონიკა ძალიან ბევრი კითხვაა თქვენთან და თუ შეიძლება კითხვას რომ დაუბრუნდეთ რა მექანიზმით უნდა მოხდეს თვით დასაქმებულების დაცვა გამოვლენა რა მექანიზმი უნდა კაცო როგორ უნდა იმაში ვანის რაიონში რომ დურგალი კერძო სექტორში თელმა ვანმა რო იცის რომ თელი თავისი ცხოვრება დურგლად მუშაობს და თელი თავისი ცხოვრება სანტექნიკად რომ მუშაობს და თელი თავისი ცხოვრება რომ მღებავად ეგრეთ წოდებულ მალერად მუშაობს და თელმა რაიონმა იცის ამას რაცლობა ჭირდება ხახნო თუმცა არიან ადამიანები რომლებიც კონკრეტულად ინდივიდუალურ ადამიანებს ყავთ ასე კერძობის ყავს დასაქმებული ეს ერთი ტყუილს ნუ მეუბნები რა ტყუილს ნუ მილიარდელის ხელისუფლება ნუ დამცინი და სულში შეურაცხყოფაზე ნუ მაყენე 40 მილიონის ჰარი ჰარალოზე რო ისვიდა წარმოდგენა არ აქვს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ დასაქმებულთა რაოდენობა რომელმაც გასაგებია ბატონიკა თქვენ საპასუხო კრიტიკა დაიმსახურეთ თქვენი პოლიტიკური ოპონენტებისგან რომლებიც მუდმივად გადანაშაულებენ პოპულიზმში დღეს ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში სტატუსით კი მოგიძღვნათ გიპასუხათ მან თქვა რომ 2008-2009 წლებში ნაციონალური მოძრაობის ანტიკრიზისული გეგმა ფაქტიურად არ არსებობდა და ბიუჯეტი როგორც სოციალური ასევე ეკონომიკური იყო ნული და ადამიანებსაც ასევე მისცეს ნული ლარი რას უპასუხებთ თქვენ აღმასრულებელი მდივნის აი ამ განცხადებას, ბრალდებას? სიმართლე ხომ გინდათ რომ თქვა? რა თქმა უნდა. როდესაც ქართული ოცნება თავისუფლებას აძლევს და ეკონომიკაზე საუბრობს ზოგადად, ქვეყანაში კეთილდღეობაზე საუბრობს, ეს არის ჩემი აზრით ცინიზმი. ქართული ოცნება ისეთ ვილოთ რო თქვა. ქართული ოცნება და ეკონომიკა არის როგორც ძროხა და უნაგირი, ხახნო. ნაციონალურ მოძრაობას სხვა პრობლემები ჰქონდა მის ხელისუფლებას და მმართველობას. და სამართლიანად აკრიტიკებდა ბევრი, მაგრამ ის რომ ქვეყანაში ბიუჯეტი გაათმაგეს, ეკონომიკა გაახუთმაგეს, რა ვიცი მე გააქანეს, გაყინული სტაგნაციაში მყოფი სახელმწიფო, ამას მე მგონი ვერავინ ვერ უარყოფს, ხო? რას გვეუბნება, კაცო, ადამიანი გვეუბნება, რომ ნაციონალური მოძრაობის დროსო თუმცა იყო თუ არა კონკრეტული დახმარებები გაცემული აი ამ ნაწილში რას უპასუხებთ? კი არა, საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს იყო 6-7% საშუალო. და ქართული ოცნება, როდესაც საშუალო ეკონომიკური ზრდა როცა მორჩება, იქნება 3. საოცნებოდაც არა აქვს 6-7. ორ ნიშნასაც წლის განმავლობაში ვახცევდით. ანუ მაშინ არ ჭირდებოდა ეს ერთი, მეორე, მაპატიეთ ამ ორი მაგალითით ვეცდები რომ პასუხი გავცე. რა ხა, ამდენ ეს ერთი რაც თქვი და მეორე მილიარდელი ხელისუფლება რომ მოვიდა საკუთარი ადიუტანტებით. ანუ მილიარდელი აღება ერთ-ერთი არის ბატონი კობახიძე ხა ისისია აღმასრულებელი მდივანი შეურაცხყოფის გარეშე მიუხედავად რომ ოპონენტია უბრალოდ ვერიდები რომ შეურაცხყოფა. ნუ არ არის ეს ადამიანი ხა გესმით ხომ ხა რა წარმოდგენაც მაქვს, მაგრამ 800.000-მა საქართველოს მოქალაქემ დატოვა ქვეყანა, როცა მისი უფროსი ივანიშვილი მოვიდა მილიარდერი მართვისადავეებთან. 800.000 ადამიანი თავქუდ მოგლეჯილი გარბოდა ქვეყნიდან, კაცო. იმიტომ რომ სარჩოსაბადებლის საშონელად წავიდნენ ქვეყნიდან. და ეს ხელისუფლება ჩვენ გვეუბნება ბატონი კობახიძეს სახით, ნუ რახან მასზე დამისვიდე, კითხვა. ხო? რომ თურმე ჩვენ მაგრები ვართ ეკონომიკაში და წინა ხელისუფლება აი რა სერიოზული გასაგებია მე მინდა ბევრ თემას შევეხო ბატონიკა დრო ცოტა გვაქვს ამიტომ მინდა რომ უფრო კითხვა პასუხის რეჟიმი ცოტა უფრო სწრაფი და მოქნილი იყოს საქართველოს მესამე პრეზიდენტზე. არ დაგავიწყეთ ძალიან თხოვთ ის კითხვა რაც დაუტოვე ბატონ იმას რა ქვია ვინც გეკოლება. დიახ, აუცილებლად ვკითხავთ. და მეორე კითხვა მინდა დაგიტოვოთ რა ხმარო აქვს პირსე წყალი რო აქვს ჩაგუბებული თუ შეიძლება ოთარ ფარცხალზესთან დაკავშირებით ხმას რატო არ იღებენ?
ამ რეციდივიზმზე, რომელიც ხილებული და ბრალდებულია 3-4 უმძიმეს რა ვიცი, პატიმარი ტომრა თავზე ჩამოცული გამოიყვანა, საკუთარი მინისტრი ქართული ოცნების სარდაფში ჩაიყვანა და სკამზე მიაბა. ის რა ქვია, 10 პატიმარი, 39 პატიმარი ზის დეგეგის ფაქტურების გაყალბებაზე და ხელს ადებენ. ფარცხალაძე იყო თავიდან ბოლომდე შემოქმედი და ჩვენ რატო დაგვიჭირეთო და ანუ 70 მილიონი ლარი ჩვენ ჟურნალისტები ამიტომაც ვართ რომ დავსვამთ ამ კითხვებს აუცილებლად. მე მინდა შემდეგ კითხვაზე თითქოს არ არსებობს ხახნო. ეს ჩვეულებრივი ამბავი არის. აი ოთარ ფარცხალაძეზე ხმას ეს ობიექტური ხალხი როცა მთელი თბილისი ჩაკეტილი იყო, სახლებში გამოკეტილი და დაგრიალებდა. თუმცა რა უნდა გვიკვირდეს, უმძიმესი დანაშაულებების გამო პასუხი არ აგოდა. ეხლა რაღაცა Range Rover-ით დაგრიალებდა, ეს რატომ უნდა იყოს გასაკვირი, მაგრამ ქართული ოცნება რო ხო და ხელისუფლება ხო რო გეკითხებიან, პასუხი რატო არ აგაქვს? ეშინიათ ამ ჩემი ჩვენ დავსვამთ ამ კითხვას და ვეცდებით რომ პასუხი მივიღოთ. მაქვს კიდევ კითხვები ბატონიკა. საქართველოს მესამე პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე მინდა კითხოთ და მის შესაძლო დანიშვნაზე უკრაინაში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე. მართველი გუნდი ალაპარაკდა იმაზე რომ შესაძლოა დიპლომატიური ურთიერთობის გაფუჭებაზე. უпростоრეთ თქვენი აზრით რა პოზიცია უნდა კონდეს მთავრობას იმის გათვალისწინებით რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს საქართველოში მას აქვს ბრალი წარდგენილი და ის არის ძებნილი. ხო, რა საინტერესოა არა ეს დისპოზიცია, ეხლა ვიზე ვსაუბრობდი და ვიზე გადავედით, თქვენ კი არ ასე თქვა საყურებლად. უნდა მოვასწრო ბატონიკა, მე მინდა შევეხო ყველა ხელისუფლების წრილში მინდა განვიხილო. ესე იგი, ამ ხელისუფლებისთვის ოთარ ფარცხალაძე არის ფრთიანი ანგელოზი, რომელიც დედამიწაზე ფეხს არ ადგამს, დანავარდებს სადღაცა ჰაერში, ზეცაში, ანგელოზია და ჩინჩალაძე მურუსიძე სასამართლოსთვის მიხეილ სააკაშვილი არის კრიმინალი. იცით რა? მე პრეტენზიას მოვისმენ, მივიღებ, შეიძლება გავითვალისწინო, გავიზიარო უბრალოდ ამ თუ საკითხზე, მაგრამ როდესაც თავიდან ბოლომდე ყრუ კედელი, თავიდან ბოლომდე ვიკერძოებული, თავიდან ბოლომდე არასამართლიანი ყალბი, ხმა მესმის ხელისუფლებიდან 24 საათის განმავლობაში რა პასუხი უნდა გავცეთ? ეხლა მიხეილ სააკაშვილი მიიღო შემოთავაზება პრეზიდენტ ზელენსკისგან, რომ არა საჭიროება პრეზიდენტ ზელენსკის ასე ვთქვათ ხელისუფლებისთვის ამ შემოთავაზებას მიხეილ სააკაშვილი არ მიიღებდა. ეხლა მან მიიღო, მან ხო არ შეთავაზა საკუთარი თავი. მისი შუამდგომლობა შევიდა უკრაინულ რადაში, ხო? თუმცა დღეს გავრცელდა სხვადასხვა მედია საშუალებებით ინფორმაცია, რომ უკან იქნა გაწეული ეს. თქვენ რა ინფორმაცია აქვთ და ხომ არ ქონიათ საუბარი მასთან ამ თემაზე? რა ფორმას გამონახავს ზელენსკი მიხეილ სააკაშვილთან სათანამშრომლოდ, ეს მე მგონი უახლოეს დღეებში გამოჩნდება. ბუნებრივია, იქ არის უამრავი ოლიგარქიული ინტერესი, მათ შორის უკრაინულ რადაში. ეხლა უკრაინელი არ არსებობს, ვინც არ დაგიდასტურებთ, რომ უკრაინის სახელმწიფოს ჭამს კორუფცია. და ეს დაინახა ზელენსკიმ და სჭირდება ნათელი გამოსავალი ამ უმძიმესი მდგომარეობიდან და ამიტომაც და ვფიქრობთ რომ ის საკმარის ხმებს მოაგროვებს. თქვენი მოლოდინი როგორია და ხომ არ ქონიათ პირადად მიხეილ სააკაშვილთან საუბარი ამ თემაზე? ქონია, რა თქმა უნდა, დღეს არ მქონია, მაგრამ ქონია. რა თქმა უნდა, მე არც პირველივე დღიდანვე არც ვალავ ამას. მიმდინარეობს სერიოზული ინტერეს კონფლიქტები, არა კონფლიქტი ერთი, იქ დაჯგუფებები არსებობს, რომელსაც არ სურს უკრაინის სახელმწიფოს წარმატება, ხო, ან რეფორმების გატარებაში. იმათ ეხლა ზელენსკის ინიციატივა რო არ მოეწონდებოდა 2-4-4-ია, ხო? დავეოდოთ ბოლოენების განვითარებას და ვნახავდა თავადაც გააკეთებს განცხადებას, მაგრამ თავისთავად რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ეს შეთავაზება გაუკეთა უკრაინულ რადას და მიხეილ სააკაშვილს ხედავს საკუთარ გუნდში, მე ვფიქრობ ეს ერთის მიუთითებს რამძიმე მდგომარეობაში უკრაინის სახელმწიფო, რაც ცუდია და რამდენად დიდ იმედს ამყარებს და ცუდია რომ უბრალოდ გულში მაინც არ აღიარებს ქართული ოცნება რომ შეიძლება უკრაინამ სახელმწიფო მიაღწიოს წარმატება და იქაური წარმატება იქნება პირდაპირ პროპორციულად ასახული საქართველოს სახელმწიფოს წარმატებაზე, მაგრამ გავიგეთ თქვენი პოზიცია. ვანო მერაბიშვილზე მინდა კითხოთ ასევე. ბატონიკა, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ დაუბრუნდი პოლიტიკაში, თუმცა არა კონკრეტებს ჯერჯერობით რომელ პარტიაში წავა. იქნება თუ არა ვანო მერაბიშვილი თქვენს პარტიაში
და უნდა ველოდოთ თუ არა მას ნაციონალურ მოძრაობაში. მან თქვა, რომ გადაწყვეტილება მიღებული აქვს, თუმცა არ დაასახელა კონკრეტულად პარტია. თუმცა ასევე თქვა, რომ ყველა მიცის ამ გადაწყვეტილების შესახებ. დიახ, მოგესალმებით, გავიგე თქვენი კითხვა და ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით რა თქმა უნდა, ეხლა ადამიანი პრაქტიკულად იმდენი ხანი იჯდა, ციხეში რამდენი ხანიც იყო საპატიმროში, მოდი ვაღიაროთ, ხო? ამის შემდეგ რეალურად ნებისმიერ ადამიანს იქნება ვანო მერაბიშვილი და სხვა აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკაში. ეხლა ხალხი მანდატს მიცემს და ლეგიტიმაციას მიანიჭებს, არ მიანიჭებს, რა თქმა უნდა ეს ხალხზე იქნება დამოკიდებული. რა შეძენს მისი ფიგურა ოპოზიციას? ნაციონალური მოძრაობა, ბევრჯერ მithქვას და ეხლა ნაციონალური მოძრაობა უკანასკნელი არ ვიცი 8 წლის განმავლობაში ფუნდამენტურად შეიცვალა. მიდგომებით, შეხედულებებით განახლებული ნაციონალური მოძრაობაა. ნაციონალური მოძრაობა ჩემის აზრით ანუ იქნება ვანო მერაბიშვილი განახლებულ ნაციონალურ მოძრაობაში ბატონიკა. მივდივარ იქამდე, მივდივარ. ნაციონალურმა მოძრაობამ დიახაც საკუთარ თავში იპოვა რესურსი და უნარი რომ განახლებულიყო და ოპოზიციაში მყოფი პარტია ყალიბდება პარტიად. ნაციონალური მოძრაობა როცა შეიქმნა, მალე მოვიდა ხელისუფლებაში და ძალიან ბევრი უღირსი ადამიანი მიეტმასნა მას. მათ შორის მაშინ 2003 წელს, აი 2 წელიწადშიც კი არა ხელისუფლებაში მოვიდა. 8 წელიწადში, 8 წლის განმავლობაში, როდესაც ხარ შენ ოპოზიციაში, იწრთობი როგორც პარტია და ყველა ნაკლოვანებები ზედაპირზე ამოდის. რაც შეეხება უშუალოდ ვანო მერაბიშვილს, მან უნდა თქვას ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, თქვენ არიცით მისი გეგმების შესახებ. რა თქმა უნდა, ბეკი გეუბნებით. მძიმე შეცდომები იყო დაშვებული ვანო მერაბიშვილის მიერ, როცა ის იყო ხელისუფლებაში, ჩემი პოზიცია მისთვისაც მაქვს ნათქვამი. ერთ-ერთი თავარი იყო, რომ იგი არ გადადგა გირგვლიანის მაშინ ესე კითხავ, თქვენ გსურთ თუ არა ვანო მერაბიშვილი იხილოთ ნაციონალური მოძრაობის რიგებში? კვლავ. ამას ახსნა არა აქვს და მე ვერასოდეს ვერ გავიგებ. ვერ გავიგებ ვერასოდეს რა ძალამ გააჩერა კაბინეტში და რა ხო? მაგრამ ეხლა როცა ადამიანი 7 წელიწადი იჯდა ციხეში, მას აუგზავნო მიიღოს მონაწილეობა ამა თუ იმ ასე თქვა ფორმატში პოლიტიკაში, მე მგონი ამის უფლება არავის არ აქვს. ხალხი აქვს უფლება. თქვენ გსურთ რომ ვანო მერაბიშვილი იხილოთ ნაციონალური მოძრაობის რიგებში? არ არის გადაწყვეტილი არაფერი, ჩემო ბატონო. და გადავალ ბოლო კითხვაზე, რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს და პოლიტიკურ პროცესებს, ჩვენ მუდმივად გვესმის, რომ სამყარო ჩვეულ რეჟიმში ვერ გააგრძელებს ცხოვრებას პანდემიიდან გამომდინარე კიდევ დიდხანს. ამ ფონზე ახალ რეალობაში როგორ ხედავთ თუნდაც წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებას? თუ გაქვთ ამაზე მსჯელობა დაწყებული პოლიტიკურ პარტიაში? არა, რა თქმა უნდა, ეხა ხელისუფლება რაც არ უნდა მანიპულაციებს მიმართოს და დრო გამონახოს პოლიტიკური სპეკულაციებისთვისაც ამ კრიზისის დროს რაც თვალნათელია, ხო, ეხა წინასაარჩევნო კლიპების გადაღებისთვის მოიცალეს, გნება ზუგდიდში და გნება რა ვიცი მეორე კლიპი კიდე რო გადაიღეს და რას არაკეთებენ, ხო? ამიტომ ეხა სრულად აუცილებლად შეზღუდვები უნდა მოიხსნას და ამის შემდეგ შეიძლება საუბარი სრულფასოვანი პოლიტიკური ცხოვრების, ასე ვთქვათ, წარმართვაზე ხა. ამ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლებას გარეთ შეუძლია და ქართული ოცნების პარტ-აქტივისტებს სიარული და მთელი ოპოზიცია ძალდატანებით სახში არის, როდემდე გასაგებია, რომ პირველ ჯერზე საგანგებო მდგომარეობა იყო გამოსაცხადებელი და ჩვენ ამას ხარით დაუჭირეთ. მე უნდა დაკვირებულიყავით, რა ტენდენცია იქნებოდა, მზარდი იქნებოდა, კლებადი, მაგრამ ახლა თვალნათელია, რომ ხახმო. ანუ ეს შეზღუდვები არ უნდა გაგრძელებულიყო, ბატონიკა? არა, აღარ უნდა გაგრძელდეს. როდესაც ამოიწურება საგანგებო მდგომარეობა, აღარ უნდა გაგრძელდეს. და ვერ იქნება, რა თქმა უნდა, საარჩევნო კამპანია ვერ დაწყებული და ვერ გაგრძელებული, სანამ შეზღუდვები იქნება დაწესებული, ეს 2-4-ია. გასაგებია. დიდი მადლობა, ნიკა, წარმატებებს გისურვებთ. არ დაგავიწოთ, მადლობა თქვენ, აი ეს ორი კითხვა. აუცილებლად ბატონიკა, ამიტომაც ვარ ჩვენ ჟურნალისტები და ჩვენ ირაკლი კობახიძეს ვპირდებით რომ დავუსვამთ ამ შეკითხვებს. დიდი მადლობა, ნიკა მელია პასუხობდა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ღამის კურიერის კითხვებს.